მეექვსე საჯარო სკოლას დღეს სასულიერო პირები სტუმრობდნენ. პირველი კლასის მოსწავლეებს ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის წარმომადგენლებმა საჩუქრად ხატები გადასცეს. სასულიერო პირების კლასში სტუმრობამ განსაკუთრებით მოზარდები გაახარა. სამღვდელოებამ პატარები დაალოცა და სკოლა აკურთხა. ყველა პირველ კლასელმა ლოცვა სასულიერო პირებთან ერთად წაიკითხა. პატარებს ნაკურთხი წყალი ებკურა და ზეთი ეცხო. ხარია მამაები და მოვიდე. კაცი მიკუთხეს. დღეს სტუმრები კლასში ყავდა და დაგლოცეს. მამაები მოვიდნენ და ძალიან მიყვარს მამაები. მათ დადეს პიცი ღვთის წინაშე რომ ისინი იქნებოდნენ ღირსეული მამულიშვილები. მე მჯერა დღევანდელი დღის წამს ჩემი მოსწავლეების და დარწმუნებული ვარ რომ ისინი იქნებიან ისეთი საუკეთესო მოქალაქეები 21 საუკუნისა, რომლითაც მთელი საქართველო იამაღებს. სკოლას ეპარქიის სახელით ღვთისმშობლის კვართის ასლი გადაეცა. სასულიერო პირებმა ხატები სკოლის დირექტორსა და პირველი კლასის დამრიგებელსაც გადასცეს. პედაგოგები აცხადებენ, რომ დღევანდელმა დღემ ყველა განსაკუთრებული ემოციით დამუხტა და ეს დღე სკოლისთვის დაუვიწყარი იქნება. დღევანდელი დღე არის ერთ-ერთი დიდებული და გამორჩეული დღე ამ სკოლისთვის, რამე თუ დღეს ვისე მაღალყოლოდუსამდელო ესობის ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტ მეუფე გერასიმის ლოცვა-კურთხევით მოხდა ამ სკოლის კურთხევა, დალოცვა, მოხდა მასწავლებლების, ბავშვების დალოცვა. შეეწიოთ დღევანდელი დღის მადლი ამ სკოლის მასწავლებლებს, ამ სკოლას და ამ სკოლის მოსწავლეებს. მერთმა დალოცოთ, დაიფაროთ და გაახაროთ და გააძლიეროთ. ამაღელვებელი და ემოციური მომენტია, როდესაც სკოლაში მოდის სულიერი მამები მოდიან დღეს ჩვენთან, იმისათვის რომ აკურთხონ პირველკლასელები. ეს არის წინ გადადგმული ნაბიჯი სარწმუნოებისკენ, სულიერებისკენ. ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის სამღვდელოებამ მოსწავლეთა მშობლებით დალოცა და ყველა მათგან ზეთი აცხო. სკოლაში აცხადებენ, რომ დღევანდელი დღე სკოლის ისტორიაში ყველაზე მადლიანი დღეა. მათ ეპარქიასა და სასულიერო პირებს მადლობა გადაუხადეს.